მეთანს უკვე კარგად გავეცანით და ვიცით როგორც გამოიყურება, ვიცით რომ მეთანი არის ნახშირბადის შუაში და დანარჩენი ყველა მხარეს წყალბადები. ესე იგი, მოდი აქეთ გავაკეთებ ასე solid, ანუ გამოდის სიბრტყიდან, აქ გავაკეთებ შტრიხს, ანუ არის სიბრტყის მიღმა და აქეთ არის z სიბრტყეზე. ახლა მიუხედავად იმისა, რომ ვიცით მაინც ხაზს გავუსვამ კიდევ ერთხელ, რომ ამისი ფორმა, გეომეტრიული ფორმა არის ტეტრაედრი, ეს არის ტეტრაედრი და შეგვიძლია ესე მარტივად წარმოვიდგინოთ, რომ ესეთი ტიპია, ან თუ გადავხატავ ამას, მოდი მაინც ავტომატს არა, ესე იგი პირამიდის ფორმის მოლეკულასთან გვაქვს საქმე, აი ასეთი ვიღაცა არის, სადაც, მოდი, ეს აკლია, სადაც აი ეს არის ერთი მხარე, ერთი წახნაგი ამ პირამიდის, აი ეს არის მეორე, ეს იქნება მესამე და მეოთხე არის თვითონ ამ ხედიდან გამჭვირვალე რაც ანუ მთლიანად რასაც უყურებთ ეგ იქნება მეოთხე, ხო? ესე იგი ასეთი არის მეთანი, ეს არის მეთანი და მოდი ახლა ცოტა უფრო კომპლექსურ ნაერთზე გადავიდეთ, რომელიც მეტნაკლებად გავს ამას და ეს არის ეთანი. ეთანი გამოიყურება შემდეგნაირად. ნახშირბადი მაქვს კავშირში ნახშირბადთან და ესენი უკვე დაკავშირებული არიან სამ წყალბადთან. ესე იგი წყალბადები აქეთ და წყალბადები აქეთ. ესე იგი აი ესეც ფიგურასთან გვაქვს საქმე, ეს არის ეთანი. ეთანი. ახლა ამათაც თუ დაუკვირდებით, სინამდვილეში რაღაც ტეტრაედრული ფორმები იკვეთება აქაც და მოდი ვეცდები რომ ცოტა უფრო თვალსაჩინოდ წარმოაჩინო ეს. გადმოვხატავ, ესე იგი. აქ იყოს ერთი ნახშირბადი, დაკავშირებული იყოს აქ მეორე ნახშირბადთან. მოდი ცოტა სხვანაირად ვიზამ. აი იყოს მეორე ნახშირბადი და ეს არის დაკავშირებული ამასთან. აი ესე უკეთ ჩანს. და ეხლა წარმოვიდგინოთ რომ აი მაგალითად აი ეს წყალბადი არის სადღაცა აქ. ცა ჯერ ამას დავწერ მე შემოავლებ ჯობია. შემდეგ მეორე წყალბადი რომელიც არის ეს. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ რომ თქვათ ცოტა გამოდის ოდნავ ამ სიბრტყიდან და ეს მეორე წყალბადი გვყავდეს აი აქ და მესამე წყალბადი აი ეს წყალბადი იქნება სადღაც შეიძლება წარმოვიდგინოთ რომ ცოტა პირიქით სიბრტყის მიღმა არის ვთქვათ, ხო? და შემდეგ ანალოგიურად მეორე ნახევრისთვისაც შეგვიძლია გავაკეთოთ იგივე, ანუ კონდეს მაგალითად აი ეს წყალბადი რომელიც იქნება, ანუ ძალიანაც არ მოვინდომებ ხარ დეტალურად აღწერო, მაგრამ ეგ ერთი, შემდეგ ვთქვათ ეს იყოს მეორე და ვთქვათ იყურება სადღაც აქეთ, ეს მეორე და შინ ფერებიც გამომელია უკვე ამასობაში, რაც მუქი მწვანე იყოს მოდი. და ესეც მესამე. ახლა ამას რაც აქ დავხატეთ და რატომღაც ამას დავაკელდი ეს რგოლი ინგლისურად არის ball and stick model. ანუ ბურთებით და ჭხირებით აგებული არის პრაქტიკულად ეს მოდელი, ხო? ამ ნიუტიერების. და აი აქ თუ დაუკვირდებით, აქ უფრო უკეთი იკვეთება. ნუ, გადასარევად უკეთაც არა, მაგრამ მაინც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ აი აქ არის, ესენი არიან ბმაში ერთმანეთთან, აი ასე და აი აქ შესაბამისად ან მოდი ესე გავაკეთებ და ეს იყოს წყვეტილი და უკეთ გამოჩნდება, რომ აი აქეთ არის ერთი ტეტრაედრი და აქეთ არის მეორე ტეტრაედრი, რომელსაც ახლა არ მოვინდომებ ამის დახაზვას. და ამისი სხვანაირი ჩანახატი, ასე ვთქვათ, ამისი სხვანაირი ნახაზი, რომელიც უფრო მარტივიცაა, ანუ მინიმალისტური და თან მაინც იგივენაირად კარგად წარმოგვიდგენს სურათს, ისე რომ ბევრი წრის და რაღაც ხატვა არ გიწევდეს, არის სახერხის პროექცია, ეგრეთ წოდებული, მე ცოტა ამას უფრო პატარად დავხატავ პირიქით, ვითომ შორს მიდის. ესე იგი, ერთი აქეთ, ერთი აქეთ, ერთი აქეთ. სახერხი თუ არ იცით როგორი არის, შეგიძლიათ დაგუგლოთ და მიხვდებით რატომ ეწოდება ამას სახერხის პროექცია. და საინტერესო რა არის ახლა ამაში ზოგადად ამდენი ხანი რატომ ვაკეთებ ამ ყველაფერს. იმიტომ რომ აღმოვაჩენთ რომ არ არის ისე უბრალოდ გაშეშებული ეს მოლეკულა, როგორც შეიძლება წარმოგვიდგინე ერთი შეხედვით, იმიტომ რომ აი აქ, აი ეს ბმა არის სიგმა ბმა. ეს სიგმა ბავშვებო. დავდოთ პატივი სიგმას. ესა სიგმა ბმა, რაც ნიშნავს რომ ამის გარშემო ბრუნვა შეიძლება, რაც ნიშნავს იმას, რომ ძალიან ბევრნაირი ვარიანტი არსებობს იმის თუ როგორი არიან ერთმანეთის მიმართ განლაგებული ეს ორი ტეტრაედრი. ანუ აი მაგალითისთვის შეგვიძლია დავხატოთ სხვა ვერსია, სადაც გვაქვს აი ერთი ნახშირბადი, აგერ
მეორე ნახშირბადი და თქვათ აქ იყოს ერთი წყალბადი, შემდეგ აქეთ იყოს მეორე წყალბადი, თქვათ აი აქ იყოს მესამე წყალბადი. აი ასე. და ამ დროს მეორე მხარეს პირიქით, ანუ აქ წარმოვიდგინოთ, რომ ქვემოთ არის 2, ზემოთ 1. და აქ შეიძლება სულ სხვანაირი სურათი გქონდეს. აქ შეიძლება აი ეს ამის შესაბამის წყალბადი, ყველა წყალბადი და ერთი ეგივე რა თქმა უნდა, მაგრამ იმის ჩვენება მინდა რომ ცალკე მყოფი წყალბადი ასე ვთქვათ, იმ გადმოსახედიდან საიდანაც უყურებთ, არის ქვემოთ და ორი არის გაშვერილი ზემოთ, ხო? ესე იგი, აი ერთი არის აქეთ და ერთი არის ვთქვათ აქეთ. ანუ სხვაგვარად იმის თქმა მინდა რომ არ არის აუცილებელი რომ ერთმანეთს ემთხვეოდეს ზუსტად ამათი განლაგება, ანუ როგორც არის, ანუ წინ ანუ აქედან რომ შევხედო მაგალითად, არაფერი არ არის აუცილებელი რომ ერთმანეთს დაემთხვეს და მართლაც აი ამ ღერძს რომ გავუყვე, აი ამ პროტონიდან, ამ წყალბადიდან რომ დავიწყო და ამ ღერძის გასწვრივ ვიმოძრავ, საერთოდ არ არის აუცილებელი რომ მეორე წყალბადს შევეჯახებია, ამათ შორის გავივლი თავისუფლად, ხო? ამას ეწოდება აცდენილი კონფორმაცია. და თუ წარმოვიდგენთ რომ აი ეს არის სურათი, სადაც მაიზონის კარგი წარმოსადგენი არ არის პრინციპში, იმიტომ რომ ცოტა ცუდადაა დახატული, ახლა ეს არ გამითვალისწინებია რომ ეგეთ რამეს გადავწყვეტდი, მაგრამ მოდი აი ამას წავშლი უბრალოდ და ცოტა ქვემოთ გადმოვხატავ, აი აქეთ გადმოვხატავ. აი ახლა შეგვიძლია წარმოვიდგინოთ რომ აი ეს თუ ემთხვევა ამას, ეს თუ ემთხვევა ამას და ეს თუ ემთხვევა ამას, პირდაპირ თუ უყურებენ ერთმანეთს, მაშინ ეს არის პირიქით გადაფარული კონფორმაცია. გადაფარული კონფორმაცია. ეხლა რაში გვადარდებს საერთოდ ეს აცდენილი იქნება კონფორმაცია თუ გადაფარული? თან რა ვიცი, ანუ უსასრულოდ ბევრი შეიძლება გქონდეს ესეთი, ხო? რატომ ვაქცევთ ამას ყურადღებას? იმიტომ რომ აღმოჩნდება რომ სხვადასხვა ენერგეტიკულ დონეს შეესაბამებიან ასეთი, ანუ სხვადასხვა კონფორმაციის მქონე ნაერთები და მოდი ცოტა დეტალურად ვნახოთ რა იგულისხმება მაგაში და ამისთვის გამოვიყენოთ ეგრეთ წოდებული ნიუმანის პროექციები. ნიუმანის პროექცია. ნიუმანის პროექცია უბრალოდ რას გვაკეთებინებს? წინიდან უყურებთ, ანუ როგორც წეგამ თქვი, წინხედს ვირჩევთ მოკლედ და მაგას უყურებთ. ესე იგი, ავიღოთ მოდი ჯერ ეს წყალბადი. ესე იგი, ერთი წყალბადი არის ეს, მეორე წყალბადი არის ეს, მესამე წყალბადი არის ქვემოთ. აი, ასე. ამ სამი წყალბადის აი ამ ბმების გადაკვეთის წერტილი იგულისხმება რომ არის აი ეს ნახშირბადი, გავათეთრებ და ამის უკან მყოფი ნახშირბადი აღინიშნება აი ასე. ესეთი წრით. და ახლა ამის შესაბამისი წყალბადებიც გავაკეთოთ, ესე იგი ეს არის ერთი წყალბადი. შემდეგ ეს მეორე. აი, ფერს აუცდით. ეს მეორე და ეს მესამე. ეს არის ნიუმანის პროექცია, რომელიც ანუ ესე პირდაპირ ვუყურებთ წინხედიდან და ნუ ამ შემთხვევაში ვხედავთ რომ ეს ისევ არის აცდენილი პროექცია. კაი დავწერთ მთლიანად მოდი. აცდენილი კონფორმაცია უბრალოდ პროექცია, აცდენილი კონფორმაცია, მაგრამ თუ გვინდა დავხატოთ გადაფარული კონფორმაცია ამ პროექციის ქვეშ, ანუ ნიუმანის პროექციით ვაჩვენოთ გადაფარული კონფორმაცია. ანუ პროექციას და კონფორმაციას შორის მარტივად რომ გავარჩიოთ, პროექცია არის საიდან უყურებ სხეულს, კონფორმაცია არის თვითონ სხეული როგორ არის დატრიალებული, რა ფორმისაა, ხო? გადაფარული კონფორმაცია თუ გვინდა დავხატოთ, ნუ უბრალოდ რომ ავდგე და ეს არის ერთი წყალბადი მეთქი ვთქვა და ეს არის მეორე წყალბადი და ეს არის მესამე წყალბადი, მაშინ ისე გამოჩნდება თითქოს 3 წყალბადი მაქვს. და იმისთვის რომ ეს წარმოაჩინონ კარგად, თვალსაჩინოდ რომ მაინც წყალბადებზე არის საუბარი, უკვე მაინც გადაფარულ კონფორმაციაზე არის საუბარი, ანუ უკან მეორე ზუსტად იგივე რაღაც გვაქვს. აი ესე ოდნავ გამოყოფენ ხოლმე ესე მაინც გვერდზე უხატავენ, რაც ნიშნავს იმას, რომ უბრალოდ გადაფარული კონფორმაციაა ეს და წრე არ დაგვავიწყდეს, იმიტომ რომ ამ წრით აღინიშნება ეს მეორე ნახშირბადი, რომელიც არის უკან. და ეს უკვე არის გადაფარული კონფორმაცია ნიუმანის პროექციით. და ისევ რატო გვაინტერესებს ეს? იმიტომ რომ სხვადასხვა ენერგეტიკულ დონეზე საუბარი. ეხლა რას ნიშნავს ეგ? იმას რომ აი მაგალითად მე რომ ავიღო ზამბარა და ვთქვათ, გავჭიმო, როგორც კი გავუშვებ ხელს, დაიწყებს ისევ
წონასწორობისკენ გადაადგილებას. ამ პირიქით რომ მივაწვე ზამბარას, გაიშლება როგორც კი გაუშვებ ხელს. აქ დაახლოებით მსგავსი მდგომარეობები გვაქვს, აი მაგალითად, როცა გადაფარული კონფორმაცია მაქვს, ეგ იგივეა გაწელილი ან შეკუმშული როცა არის ზამბარა. რატომ? იმიტომ რომ აქ გვაქვს ელექტრონული ღრუბლები, ყველა ელექტრონული ღრუბელი ცხადია ერთი და იგივე მუხტისა, ანუ გულისხმობ უარყოფითია, ერთი და იგივე ნაირი მუხტის. ამიტომ ერთმანეთს განიზიდავენ. ამიტომ აი მარტივად რომ დავაკვირდეთ, მაგალითად, როცა გვაქვს შემთხვევა, სადაც აი თქვათ, ეს ორი წყალბადი არის, პირდაპირ უყურებს ერთმანეთს, ხო? მაშინ ამათ შორის მანძილი უფრო მოკლეა, ვიდრე აცდენილი როცა მექნება კონფორმაცია და მაშინ აქედან ამ წყალბადამდე და აქედან ამ წყალბადამდე მექნება ერთი და იგივე მანძილი, ხო? თუ რა თქმა უნდა, ზუსტად შუაში არის ეს წყალბადი ამათი. შესაბამისად, თვითონ ბუნებრივად აი ეს ნაერთი ცდილობს რომ აი ესეთი აცდენილი კონფორმაციისკენ წავიდეს, იმიტომ რომ ენერგეტიკულად ეგ უფრო არის მომგებიანი. და ასეთი გადაფარული კონფორმაცია თუ მაქვს, მაშინ ეგ არის თითქოს შეკუმშული ზამბარა, რომელიც გაეშვება ისევ თუ რამე არ მოქმედებს მასზე და წავა ასეთი აცდენილი კონფორმაციისკენ.